საღამო მშვიდობისა და ქრისტე აღსდგა. უპირველეს ყოვლისა ჩვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს მიულოცავ აღდგომის დღესასწაულს და ბრწყინვალე შვიდეულის დღეს. თქვენ ტრადიციულად პოსტ-ანალიტიკას უყურებთ. მე ზვია დავალიანი ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. საღამო მშვიდობის ბატონო ირაკლი, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. მადლობთ მოწვევისათვის და მეც უერთდები მილოცვას ქრისტეს აღდგომის სამწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. ბოდი ჩვენი საუბარიც აღდგომის თემით გავხსნათ, იმიტომ რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი მხარდამჭერი მედია საშუალებებისთვის ყველაფერი შეიძლება გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და მათ შორის სააღდგომო ეპისტოლეც, რომელიც აღდგომის ღამეს გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას, მშვიდობის მყოფელობის მნიშვნელობას ზოგადად და კიდევ ერთხელ უსურვა მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა. რის გამოც ის აღმოჩნდა ტევ პირველის სამიზნე და მოკლედ ისიც კი მოვისმინეთ რომ თითქოს თურმე პატრიარქის ნების გარეშე გამოქვეყნებულა თუ სხვას დაუწერია ეს ეპისტოლე და მოკლედ 1000 გვარ ჭორს და დეზინფორმაციას ავრცელებენ ოღონდ როგორმე ერთის მხრივ პატრიარქს მიაყენონ თითქოს ჩრდილი და მეორეს მხრივ რამენაერად არ დაუშვან მშვიდობის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება. ხო, რა თქმა უნდა, მშვიდობა ჩვენი ოპოზიციისათვის აბსოლუტურად მიუღებელი რამ არის და მათ მთელი თავიანთი პოლიტიკა აწყობილი ჰქონდათ მათი გარე, ასე ვთქვათ, პატრონების კარნახით, სწორედ ომთან დაკავშირებულ ესკალაციაზე და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული, მათში ასეთ გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის არის და იქნება მშვიდობის მყოფელთა მხარეს. იმიტომ არის ეს ის მცნება, რომელიც თვითუფალმა მოქცია. და საინტერესოდ თავდება ეს მცნება. მეტად იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაო. ამიტომ თუ უნდათ ამ ქვეყანაზე დამკვიდრება, მშვიდობის ხარეს უნდა დადგნენ. ომის ხარეს დადგომა მათ, როგორც უკვე უყურებთ, ჩვენ კარგს არაფერს არ აძლევს. ნამდვილად, მოდით გადავიდეთ უფრო პოლიტიკურ თემებზე, თუმცა ეს თემაც თავისთავად პოლიტიკურია. დღეს საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ვიდრე თვითონ ამ ვიზიტის დეტალებზე გადავიდოდეთ, უпростоრად ჩინარსზე და იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა მაკაბოჭორიშვილისა და ფერიდუნ სინირლიოღლუს მიერ მედიისთვის, თვითონ ფაქტი მინდა შევაფასოთ. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი წერტილი იმ ნარატივზე დასმული, რომლის გავრცელებასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, კერძოდ თითქოს რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, საგარეო ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს არჩეულ ხელისუფლებას. ახლა ერთის მხრივ არანაირი ვიზიტი არ ნიშნავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, რომ არ ჩამოსულიყო ეუთოს გენერალური მდივანი, ამით საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ლეგიტიმური არ იქნებოდა, მაგრამ რადგან მაინც შემოიტანეს დღეს წესრიგში ეს საგარეო ლეგიტიმაციის თემა, რომ აბა ვინ მოდის, ვინ ხვდება, ვინ ულოცავს, ამ კუთხით ალბათ მნიშვნელოვანი ვიზიტია. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი აქ ეს მე ვფიქრობ მესამე და მეოთხე ხარისხოვანი საკითხი არის. იმიტომ როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ლეგიტიმაციას ხელისუფლება იღებს არჩევნების შედეგად და ხალხის მიერ მიცემული ნდობის მანდატით. ეუთოს საინტერესო არის იმ კუთხით, რომ ეუთო იყო დამკვირვებელი, თავარი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე და ეუთომ ამ არჩევნებს მისცა დადებითი შეფასება. მიუხედავად იმ დიდი პოლიტიკური ზეწოლისა, რაც ზოგადად საქართველოზე და კონკრეტულად მათ შორის ეუთოზეც მოდიოდა. იმ პოლიტიკური წრეებისგან, ვისაც სულ სხვა შედეგი უნდათ, რომ დამდგარიყო. აქედან გამომდინარე, ეუთოს ეს ვიზიტი გარკვეულწილად ჩვენ უნდა განვიხილოთ, მე ესე ვფიქრობ, ერთგვარად მცდელობა იმისა,
რომ საქართველოსთან პოზიტიური დიალოგი შენარჩუნდეს. აქ ჯერჯერობით დასავლეთი არ არის ჩამოყალიბებული, როგორ გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობა. მან ბევრი რო იტყვიან იარაღი დახარჯა საქართველოზე, არჩევნების წინ პირდაპირ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ. ევროკავშირის ელჩი მათ შორის. რა თქმა უნდა, ელჩი და მინისტრები ჩამოდიოდნენ საერთოდ მიტინგებზე. უამრავი თანხა იქნა დახარჯული, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გასაკეთებლად. შემდგომ წაქეზებული იქნა მასობრივი არეულობისაკენ ეს მიტინგები და ასე შემდეგ, მაგრამ შედეგს ვერ აღწევენ. თან იმასაც ხედავენ, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, წინ მიდის და ქვეყანა ამ კუთხით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და მაკროეკონომიკური პარამეტრები ძალიან კაფიო და მყარი აქვს. ამავდროულად ამიტომ ეს აზრი მუსირებს ახლა სულ დავკარგოთ ამ საქართველოსთან ურთიერთობა, მაშინ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური პრობლემებიც დგება, იმიტომ რომ საქართველო არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ინტერესები მათ აქვთ. და იგივე ის ღრმაწყლოვანი კაბელი, იგივე ეს სატრანზიტო გზა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. თან საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ გამოდის სრულფასოვანი და თქვენ წარმოიდგინეთ არც შუა აზიის ქვეყნებთან. და იყო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩასული შეეცადა ამოერგო საქართველოს და თქვენ ნახეთ რომ როგორი პასუხი მიიღო მაშინვე აზერბაიჯანისგან, იმიტომ რომ აზერბაიჯანი და საქართველო არიან ის ორი განვითარებული ინფრასტრუქტურის და მუდმივად გაუმჯობესებადი ინფრასტრუქტურის ქვეყნები, რომლებიც ამ გზას უზრუნველყოფენ. სხვა გზა აქ არ არის და ვერც იქნება. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს გაურკვევლობა რაღაცნაირად როდესღაც უნდა გაიხსნას აქ ფრჩხილები და ამიტომ ეუთოს ხელმძღვანელის ამ ვიზიტს მე უფრო მეტად ამ კონტექსტში უყურებ. თან ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა ერთგვარი ინდიკატორი იქნება ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ხელისუფლებას აქ პოზიციები მყარად აქვს, კაფიოდ გამოკვეთილი აქვს და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ფორმატში საქმიანი დიალოგი გქონდეს. საქმიანი დიალოგი, ამას ყოველთვის ხაზს უსვამთ და არა შორიდან გაკეთებული განცხადება, რომლის უკანაც არგუმენტი არ მოიძებნება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ იგივე ევროსაბჭოს გენერალური დირექტორის ვიზიტი, იგივე ეუთოს ახლა გენერალური მდივნის ვიზიტი, სწორედ აი ამ დიალოგის შენარჩუნებისა და ხვალინდელი პერსპექტივის დანახვას ემსახურება, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის მოგეხსენებათ. კი ბატონო, თუმცა საბოლოო მიზანი ევროპული ბიუროკრატიის მე მგონი ყოველ შემთხვევაში მე ასეთ შტაბ-ბეჭდილება მრჩება, რომ არ იცვლება, ანუ მათ როგორც ჩანს ან არჩევნებით, ან სხვა გზებით, მაინც ჯერჯერობით არ აუღიათ ხელი საქართველოს ხელისუფლების შეცვლის განზრახვაზე და ამას რა მიმყარებს ამ მოსაზრებას. მათ შორის თუნდაც აი ის რამდენიმე დღის მანძილზე განსაკუთრებით გააქტიურდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ევროპაში მართლა დაიწყეს მუშაობა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოზე ვილაპარაკოთ 61 ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირთან, ამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებისთვის. და სავარაუდოდ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის იმის ალბათობა, მათ შორის რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი გიორგი ოზვიაკი წერს, რომელსაც გამოაქვს ხოლმე ბრიუსელიდან როგორც წესი ინსაიდები, რომ შემოდგომისთვის რეალურად მართლაც დაიკავოს ბრიუსელმა ხელში, ასე ვთქვათ, უფრო მარტივი მექანიზმი ვიზა ლიბერალიზაციის
შესაჩერებლად მათ შორის საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ თქვენ, გამოიყენებს თუ არა ამ ბერკეტს ევროპული ბიუროკრატია? მისი ის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა განწყობილი, ჩვენზე ზეწოლისთვის და საბოლოო ჯამში მივა თუ არა აქამდე საქმე. ცტრარიეს არ იქნება დამოკიდებული რაიმე კონკრეტულ მაჩვენებლების და მოცემულობების, ასე ვთქვათ, ინდიკაციაზე. ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ ძალიან მკაცრი და მკაფიო კრიტერიუმების სრულად დაკმაყოფილების შედეგად და ეს არ ყოფილა რო იტყვიან რაღაც ერთგვარი საჩუქარი და ჯილდო. ან ჩვენმა ქვეყანამ ეს ყველაფერი პირნათლად შეასრულა და ასრულებს დღესაც. ანუ რო გითხრათ ახლა რაიმე ინდიკაცია არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას შეიძლება ობიექტურ საფუძვლად დაედოს, არ არსებობს ეგეთი კონკრეტული ინდიკატორი. მაგრამ ეს გამოყენებული იქნება თუ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის და მიზანშეწონებობიდან გამომდინარე. ამიტომ აქ თქვენ რაიმე კონკრეტულ კრიტერიუმს არ უნდა ეძებდეთ, ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, იარაღი შანტაჟისა. ეხლა ხო გვიჩვენებს ეს პერიოდიც ურთიერთობის, რომ ფაქტობრივად ის მდგომარეობა, რაც ევროკავშირში არის, განსაკუთრებით ეკონომიკაში, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათგან ჩვენ რეალურად დიდი ინვესტიციები მივიღოთ. ვერ ვიღებთ მთელი ამ 3 ათეული წლის და უფრო მეტის განმავლობაში რეალურ ინვესტიციებს ევროპიდან. თუმცა ევროპას არ აქვს ამ დიდი ინვესტიციის რო იტყვიან პოტენციალი დღეს. მით უმეტეს დღეს ეკონომიკა, დიდი ეკონომიკები და თავარია გერმანიის ეკონომიკა ფაქტობრივად რეცესიაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი და თვითონ ბაზარიც, ევროპული ბაზარიც ჩვენი პროდუქტისათვის არ არის, ასე ვთქვათ, რელევანტური იმდენად, რამდენადაც მაგალითად ღვინო ევროპას ისეთი დიდი მწარმოებელია ღვინის, რომ საკუთარი საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, სამხრეთი გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი, უამრავი ქვეყანაა, ვინც ღვინოს აწარმოებს და ამიტომ მათთვისაც ღვინის კულტურა მათაც საკმაოდ დიდად აქვს განვითარებული. ამიტომ ჩვენი ღვინო იქ ამინც ჩვენი ეკონომიკისთვის იქ ვერ ქმნის. უბრალოდ იმიჯურად კარგია, რომ ჩვენი მეღვინეები გადიან იმ დონეზე, რომ ევროპის ბაზაზეც გააქვს ქართული ღვინო, მაგრამ ეკონომიკას ეს ვერ ქმნის, ხო? იმიტომ უფრო დიდი ბაზარი ამ შემთხვევაში ის ქვეყნებია, სადაც ტრადიციულად ცნობილი არის ქართული ღვინო. და სხვა კვების პროდუქტებთანაც დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები, რაც ჩვენ გქონდა ევროკავშირთან ამ კუთხით მიღწეული, ხო, ეს იყო რაც ხალხმა რეალურად სიკეთე ნახა, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია. ნუ ესეც რა არის, რომ ვიზის აღების გარეშე შეგიძლია წახვიდე, წამოხვიდე. ეს არის ტურისტული მოხმარების, ასე ვთქვათ, ან რაღაც საქმიანი მოხმარების, ან ამდაგვარი ტიპის, ასე ვთქვათ, საჭიროებების. არასასწავლო და არასამუშაო. ეს არ არის არც სასწავლო, არც სამუშაო. იქ ცალკე, ასე ვთქვათ, ნებართვები გჭირდებათ და ეს არის, ასე ვთქვათ, აი პირადი მოხმარებისათვის, როცა გინდა შენ გზავრობა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში. ეხლა ჩვენ გვახსოვს ის რიტორიკა, რაც გაჩაღებული იყო აქ ქვეყნის შიგნით და მათ შორის ქვეყნის გარეთაც ბევრი ეხმიანებოდა, რომ ესო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას კი არ მისცესო, ეს მისცეს ქართულ ხალხსო. ეხლა რა უნდა ქნან, ქართულ ხალხს უნდა წაართვან? ასე გამოდის. ხო, ასე გამოდის. ანუ ან მაშინ იყვნენ ხვანდები, როცა ამბობდნენ, რომ ქართულ ხალხს მისცემონ და ან ეხლა გამოდის, რომ თურმე ქართველი ხალხი არ აინტერესებთ. და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, манипуляция უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქართველი ხალხის. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და სხვათა შორის მის მხარდამჭერ ევროპულ ბიუროკრატიას დიდად არ შეცდება იმის, რომ გუშინდელი ნათქვამი გადაასწრაფებს და გადაწყობს. მაგრამ აქაც საფრთხეს ხედავენ. იცით რა არის, რომ ხა ამის პირდაპირი შედარება არ არის თვალ სწორი, მაგრამ მაინც ვიტყვი რა. ვინც კარგად აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს, სამაგალითო იყო როგორ ბოლომდე დატოვეს ბელორუსი კრემლის, რო იტყვიან, ჩრდილის ქვეშ. ეს იყო სამაგალითო სურათი იმისა, თუ როგორ მოახერხა ევროპამ თავისი მოუქნელი პოლიტიკიდან გამომდინარე ბელორუსის თლიანად რუსეთის, რო იტყვიან, ორბიტაში ჩატოვება.
ბელორუსის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორია გაცილებით უფრო რთულია ვიდრე სხვა დანარჩენების. იმიტომ რომ მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრობის ისტორია ფაქტობრივად ძალიან სუსტი აქვთ. ამიტომ მე ყოფილვარ ბელორუსში და ძალიან დიდი პატივისცემით ამ ხალხის მიმართ და ყველაფერი, მაგრამ ისტორიას ხშირად გიყვებიან ხოლმე მეორე მსოფლიო ომი და მის შემდგომი, ასე ვთქვათ, პერიოდი. ხო და ამიტომ ამ ქვეყნის დამოუკიდებელი როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება კიდევ ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის რუსეთის ფაქტორთან, ხო? იმიტომ რომ აგერ უკრაინას ედავება და იქ ბელორუსთან უფრო მეტი მოსადევებელი ჰქონდა. ამიტომ ლუკაშენკოს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა ჰქონდა და ყველანაირად ცდილობდა რომ გარკვეულ მომენტში ამ რუსეთის ზეგავლენა შეესუსტებინა და დაეჭირა ნელ-ნელა ევროპელებისაგან ერთგვარი დაახლოების პოლიტიკა. ეს ჩანდა, იკითხებოდა. განსაკუთრებით, როდესაც მინსკის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობდა, იქ უნდა გენახათ, როგორი ენთუზიაზმით იყო ბელორუსი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ პროცესში ჩართული. იმიტომ ისინი ხედავდნენ ამ შუა მავლობაში ძალიან კარგ საშუალებას, რომ ევროპულ პოლიტიკასთან მეტი კონტაქტი დაემყარებინათ. და ეს სხვათა შორის იკვეთებოდა კიდევ იქ, რომ იმითაც, რომ ბელორუსში ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად ხდებოდა ბელორუსული ეროვნული იდენტობის გაღვივებისთვის მიმართული პოლიტიკა. ამის პირდაპირ პროპაგანდირება ხდებოდა, რომ ბელორუს ხალხს თავისი იდენტობა უფრო მკაფიოდ, ასე ვთქვათ, შეეცნოთ და გამოეხატათ. და რუსული მედია ერთი პერიოდი საკმაოდ როიტყვიან ხშირი კრიტიკის ქვეშ ხდებოდა და ბევრი ჟურნალისტის აკრედიტაცია უქმდებოდა და გაძევება ხდებოდა ქვეყნიდან სწორედ იმიტომ რომ მათ ზედმეტად პრორუსული და ამ ბელორუსის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, საინფორმაციო პოლიტიკა მიყავდათ. მაგრამ ბოლოს ამ არჩევნების გამო და თან საინტერესოა რომ ყველა ის კანდიდატები ერთგვარი რუსეთის манипуляციით შემოგდებული კანდიდატები იყვნენ. აი ამ არჩევნების გამო ფაქტობრივად ბელორუსს გადაუსვეს ხაზი და თავიდან ბოლომდე დატოვეს ამ კრემლის, ასე ვთქვათ, ორბიტაზე. ამიტომ ეს არ იყო გონივრული პოლიტიკა. პირიქით უნდა გამოეყენებინათ აშკარა ცდილობა ბელორუსისა, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ის ცდილობდა მეტი კონტაქტი ქონოდა დასავლეთთან და ეს გამოსაყენებელი იყო და მიუდგნენ ხისტად ყოველგვარი რაღაცა პრაგმატული გათვლის გარეშე ზე იდეოლოგიზირებულად და მიიღეს ის შედეგი, რა შედეგიც მიიღეს. ეხლა ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის განლაგებული ბელორუსის ტერიტორიაზე, რაც იგივე ევროპის უსაფრთხოების საკითხს კიდევ უფრო მოწყვლადს ქმნის, იმიტომ თუ სადღაც რუსეთის ტერიტორიიდან პირობითად დაჭირდებოდა 15 წუთი ბალისტიკურ რაკეტას, პირობითად ვამბობ, ეხლა დაჭირდება 8 წუთი. ხო, ანუ ყველანაირი გაგებით წაგებული დამოკიდებულება არის ბელორუსთან. ამას რატო ვამბობ, ხო? საქართველოსთან დამოკიდებულებაში რაღაცნაირად ხედავ აი ასეთ ხაზს, რომ რაღაცა პოლიტიკური ჯინიანობის გამო, რომელიც არ ემყარება არანაირ კონკრეტულ არგუმენტებს, არ ემყარება არანაირ რაციონალურ გათვლას, აქვთ ეს პოზიცია დაკავებული რა გარკვეულ წრეებს დასავლეთში. ეს არის კონტრპროდუქტიული. აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს არის როგორც საქართველოა დაინტერესებული ევროპით, ასევე ევროპა არის დაინტერესებული საქართველოთი და სამხრეთ კავკასიით. ამიტომ აქ აი ამ როიტყვიან უსაგნო პოლიტიკურ შურისძიება ჯინიანობას ჯობია რომ თავი დაანებონ და რაზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ რეალურ დიალოგში შემოვიდნენ. იმიტომ ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ინტერესებშიც და ეს არის საბოლოო ჯამში ევროპის ინტერესებშიც. ევროპასაც არ უდგას დღეს ადვილი დრო, მათ შორის პოლიტიკურადაც, იქაც პოლიტიკური კრიზისები სახეზეა ძალიან ბევრ ქვეყნებში, აგერ გერმანიაში ჩატარდა არჩევნები და მეორე ადგილზე გავიდა პარტია, რომელსაც ადრე საერთოდ არ აღიარებდნენ მისი მემარჯვენე პოზიციის გამო.
და დღევანდელი, ასე ვთქვათ, კოალიციური მთავრობა, რომელიც 6 მაისს უნდა ჩამოყალიბდეს, უკვე შიდა პრობლემებით არის დახმოწრული და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კარგავს თავის ამორჩეველს, იმიტომ რომ რაც შეპირდა არჩევნების წინ, უცბად შეცვალა კოალიციის, ასე ვთქვათ, შექმნის თვის. იგივე ხდება საფრანგეთში. ეს ხელს არ უშლის საფრანგეთის და გერმანიის ელჩებს და საელჩოებს საქართველოში. რა თქმა უნდა. რომ ჩვენ ნოტაციები გვიკითხონ, რომ ჩვენ საყვედურები გამოგვიცხადონ იმის გამო, რასაც არ ვიცი, დაკავებულების გათავისუფლებას გთხოვენ მაშინ, როცა იგივე გერმანიაში და საფრანგეთში ამაზე გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი სამართალდარღვევისთვის, გაცილებით უფრო მკაცრად მოსთხოვდნენ პასუხს. რა ვიცი, ელისეს მინდვრებზე რომ ვინმეს და საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ან პარლამენტის ვინმეს რომ მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთი ელჩი ვერ გაბედავდა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, ისე თქვა რომ ეხლა ესე უნდა ადამიანები უნდა გაათავისუფლოთ. და იგივე ამ ვიზა ლიბერალიზაციის თემაც, აი რა მინდა იცი კითხოთ, დაუშვათ და თუ მოხდა ასეთი რამე. ეს ხომ პირველ რიგში ხომ გველაპარაკებიან რომ რაღაც აი ანტიევროპული განწყობები, ევროსკეპტიკური განწყობები იზრდება. ეს თუ მოხდა, ეს ხომ პირველ რიგში სწორედ ევროსკეპტიკურ განწყობებს გაზრდის ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მაგიტომ ამბობ რა, იმიტომ რომ არ აკეთებენ, მე ესე ვფიქრობ, რეალურ და გონივრულ პოლიტიკურ ანალიზს. ისე იღებენ რაღაც გარკვეულ განცხადებებს და ისე აკეთებენ რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ამ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, გაზრდის ეს ევროსკეპტიციზმს. იმიტომ რომ ეს ევროსკეპტიციზმი იზრდება, თვითონ ევროპაში იზრდება და აქაც ბუნებრივია ესეთი მიდგომები კიდევ უფრო გაზრდის ევროსკეპტიციზმს. ეს 2-4 არის. და მე უფრო შორსაც ვხედავ, თვითონ ევროპა ეხლა ფიქრობს, როგორი უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე. ის რაც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უკვე დაიწყო, ის შიდა ინტერესთა, ასე ვთქვათ, აცდენები, რაც ევროპის შიგნით ჩვენ სახეზე გვაქვს, ის შიდა კრიზისები, მათ შორის ეკონომიკური, ბუნებრივია, რომ ევროპა ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, სატკივარს უჩენს. ის რომ რამდენად სურს ევროპას რეალურად გაფართოება, ესეც ალბათ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროპა რაღაცნაირად შეიძლება ეხლა ფიქრობდეს, რომ დროარი ცოტა უფრო მეტად ჩაიკეტოს და საკუთარი ტკივილების მოშუშებაზე იფიქროს, ვიდრე რაიმე ტიპის გაფართოებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არ იტყვიან, რომ ეს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა, ეს თუ ესე განხორციელდა, უნდა დაგაბრალო შენ, რომ შენ არ ხარ ღირსი თორე, მე ყველაფერი ძველებურად მინდოდა, მაგრამ ყველა მე ვფიქრობ, ანალიტიკოსი, ვინც აკვირდება პოლიტიკას, და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ევროპას დღეს თავისი შიდა პრობლემები როგორ გადაწყვიტოს და საერთოდ რა გზა აირჩიოს, ეს აქვთ. შექმნან თავისი არმია, ანუ ნატო ორი შექმნან თუ არ შექმნა, ეს ხო არ არის მარტივი საკითხი. თქვენ წარმოგიდგენიათ 27 ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს ახალი არმიის შექმნისათვის და ამ არმიის სამხედრო ტექნიკური აღჭურვა უნდა მოხდეს ევროპული ეკონომიკის მიერ წარმოებული იარაღით. რაც უზარმაზარ როიტყვიან ტექტონიკურ ცვლილებებს გულისხმობს, როგორც პოლიტიკაში, ასევე საწარმოოში და ეკონომიკურ სფეროში. ამიტომ ეს პრობლემები დღეს სახეზე არის. ვინ იქნება ამ ფულის გამღები, ხო? იქნება 27 ქვეყნიდან, რამდენს ექნება ამ ხელა ფულის ჩადების რესურსი. დღესდღეობით ევროპის უსაფრთხოება 80% დამოკიდებული არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნაზე ევროპაში, თავისი ატომური იარაღით და თავისი სამხედრო ტექნიკური და ჯარის ყოფნით. კი ბატონო, ბუნებრივია ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს და საბოლოო ჯამში ისე არ განვითარდება ისწავლის ევროპაც გაკვეთილს იგივე თუნდაც ბელორუსის მაგალითისგან და მომავალში
უფრო წინდახედულად იმოქმედებს ევროპული ბიუროკრატია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, ანალიზისთვის, შეფასებებისთვის, კომენტარებისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.